გამარჯობა გიორგი, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ ჩვენთან ერთად ხარ. და ჩემი პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, პოდკასტის სახელიდან გამომდინარე, რატომ ამერიკა? გთხოვ ჩვენს მაყურებელს, მსმენელს, მოუყვე მოკლედ ვინ ხარ და რატომ აირჩია ამერიკა ემიგრაციისთვის? დასასიამოვნო არის თქვენთან სტუდიაში მოხვედრა დღეს. გახლავთ გიორგი ბაღიშვილი, ამერიკაში წელს უკვე გამოვიდა რომ 10 წელია რაც გადმოსახლდით. რატომ ამერიკა? წინაზეც ვახსენე და გავიმეორებ კიდევაც. 98 წელს MTV-მ დაიწყო ბროდკასტი Globally. იქიდან გამომდინარე რომ ეს ჩემთვის იყო არაჩვეულებრივი გამოცდილება, იქ იყო რამდენიმე შოუ, რომელიც გაჩვენებდა ყოველდღიურ ცხოვრებას ამერიკაში, გაჩვენებდა როგორც ცხოვრობს ხალხი და ჩვენ 98 წელს მოგეხსენებათ, ოდნავ შორს ვიყავით იმ რეალობიდან, რომელშიც ახლა ცხოვრობთ ამერიკაში. ეს გახდა, ასე ვთქვათ, მეგზაური ჩემი, რომელიც მიკვდავდა გზას თუ რატომ მინდა გადმოსახლდე ამერიკაში. წლები დაჭირდა ამას, რა თქმა უნდა, იქ შრომის, ცოდნის დაგროვების, პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმის, უცბად არაფერი არ ხდება და დღესდღეობით მე ვთვლი რომ იმ მიზნებს, რომელთაც შენ იძინებ, როდესაც ხარ მოზარდი და რაღაცაზე ოცნებობ, სრულდება ნელ-ნელა იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც შენ აწყობ წლებია. რა საინტერესოა, იმიტომ რომ საოცნებო ქვეყანა არის, ჩემი პირადი გამოცდილებაც მე არ ვოცნებობდი ამერიკაში ცხოვრებას, მაგრამ აი ხლა შენ რომ ახსენე საღამოს რომ იძინებ მოზარდი ხო და რაღაცებზე ოცნებ. აი მე სულ ვოცნებობდი ამერიკული სტილის ცხოვრებაზე მეც. და სულ სხვა სამყარო ამერიკა. ჩემ შემთხვევაშიც ასე იყო და მადლობა რომ გაგვიზიარე ეს გულწრფელა. მიზეზი რა იყო აქ? მაინც მინდა რომ გკითხო, აი რატომ იყო ესეთი მიმზიდველი? პირველი მიზეზი ალბათ ჩემთვის არის ის, რომ ნამდვილად შემიძლია ეხლა ვთქვა, რომ თუ შენ გაგაჩნია მიზანი და მიზან მიმართულად მიდიხარ, ამერიკა ნამდვილად გაძლევს იმ საშუალებას, რომ შენ ფეხი აიდგა და მერე პატარ-პატარა საფეხურებთან დიდი საფეხურებით ყველა სხვადასხვა გზა გვაქვს, ახვიდე იმ დონეზე ცხოვრების, რომელსაც ეწევდი. ეს მოითხოვს სტაბილურ შრომას, მოითხოვს შენგან აუცილებლად მიზნის დასახვას, ანუ სად ხედავ შენ თავს 10, 20, 15 წელიწადში. ასევე აქ შენ შეგიძლია ნოლიდან დაიწყო, შემიძლია თქვა, რომ სიტუაცია სრულიად შეიცვალა. კი ბატონო. შენ ნამყოფი ხარ ჩვენთან, იცი რომ რაღაც ჩვენი საკუთარი კუთხე გვაქვს, ასე ვთქვათ და ვცდილობთ რომ შევქმნათ ჩვენი პატარა სამყარო, ასე ვთქვათ. როგორც იცი, ჩემი პოდკასტის მოტო არის წარმატების გაზიარება, წარმატებული ქართველების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა. მე არ მაქვს პრეტენზია რომ ახლა ჩვენ 1000 ადამიანი გვიყურებს ან მილიონობით, ჯერ პატია ეს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს ასე იქნება. მე სამწუხაროდ არ ეს შემდეგი თემაა, მაგრამ მაინც აქვე ვიტყვი, რომ არ მინახავს, არ მომისმენია ბევრი გადაცემა, სადაც წარმატებულ ქართველებს უთმობენ ხოლმე სივრცეს და მოკლედ მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენთან ერთად ხარ. გიორგი, ახლა ჩვენს მაყურებელს რომ ვუთხრათ, სად მუშაობ და რას საქმიანობ ამერიკაში? ამ ეტაპზე მუშაობ კომპანია Raytheon-ში, ბევრს შეიძლება ვერ იცნოს დასახელება ამ კომპანიის, თუმცა გეტყვით თუ Boeing-ის თვითმფრინავთოდეს მე გიმგზავრიათ, ძრავები, გაყვანილობა, მოპირკეთება შიგნით, ხშირ შემთხვევაში Raytheon-ის მიერ შესრულებული არის. ასევე მიმუშავე Deloitte-ის კომპანიაში, სანამ გადმოვიდოდი Raytheon-ში, გადმომიცვლია რამოდენიმე სხვა კომპანიაში, როგორც Ditch-ი, ასევე საშუალო დონის კომპანიაში, გამოცდილება, რათა როგორ გითხრათ, ძალიან ძნელი არის განსაზღვრო შენი გზა როგორ იქნება 10 წლის მერე, ხომ? ნებისმიერი ახალი სამსახური არის ახალი გამოცდილება, რომელსაც შენ თავს წინ დავსახავ. როდესაც თავიდან ჩამოვედი,
სანამ ჩამოვედი აქ, მე მუშაობდი ამერიკის საელჩოში. კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ. რომელმაც მომცა ეს გამოცდილება ყოველდღიური შეხება ამერიკელებთან, გაცნობა მაგათი კულტურის, გაცნობა მაგათი ინტერესების ერთი ასპექტია, როდესაც მაგას უყურებ ტელევიზიის სახით და ყველაფერი არის ვუალირებული და ლამაზი და მოჭრილი ასე შემდეგ. მეორე, როდესაც შენ უყურებ მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, რა შთაბეჭდილებას ტოვებს შენი ქვეყანა ამ უცხო, როდესაც ჩამოდი საქართველოში, სპეციალურად თქმა უნდა ტრეინინგს გადიან, რომ იცოდნენ რას წარმოადგენს ქვეყანა, როგორი კულტურის ასპექტი არის გათვალისწინებული ამ ქვეყანაში, მაგრამ მეორეა, როდესაც ყოველდღურად ხედავ და გვერდიგვერდ მუშაობ ამერიკელებთან. შენი მიზანი, რომელიც შენ ქონდა დასახული, ხო, ანუ ამერიკაში უნდა წამოხვიდე. შენ აქ მუშაობი, თქვა, ჩემთვის გამოცდილება ის იყო ამერიკის საელჩოში, რომ როდესაც ყოველდღიურად შენ ეხები ამერიკელებს, პირველ ეცნობი მათ ენას, ხო? ძალიან ძნელი არის უცბად ყური შეაჩვიო, კარგად იცოდე ინგლისური, რა თქმა უნდა, იქ ტესტს აბარებ, იქ ამოწმე შენ დონეს და ასე შემდეგ, სანამ სამსახურს დაიწყებ, ხო? არაერთ გასაუბრებას გადიხარ და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც შენთან ჩამოდის პოსტზე, როგორც პოსტზე ძახიან, საქართველოს პოსტზე ჩამოდის ვიღაც, რომელიც არის ჯორჯიაში დაბადებული, არა ჩვენ ქვეყანაში, არამედ შტატში, აქვს ძალიან heavy აქცენტი ინგლისური და შენ ცდილობ გაარკვიო, რას გელაპარაკებ. ერთ შემთხვევაში იქენ გამომდინარე, რომ მე ფინანსურ განყოფილებაში მუშაობდი, შეად გვიწევდა მეუღლეებთან ურთს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ბოდიში გიორგი, აი მაშინ, როდესაც ამათთან ურთიერთობდი, აი ესე ფიქრობდი, რომ აი ეს ის ხალხია, ვისთანაც მინდა რომ ვიცხოვრო, არ გამიჭირდება, ასე ვთქვათ, აი ასეთი ტიპის ადამიანებთან ეს კი მაინც სამსახურებრივი ურთიერთობა იყო, ხო, მაგრამ მაინც იქან გამომდინარე, რომ სხვადასხვა ტიპის, ასე ვთქვათ, თანამშრომელი შეიძლება ჩამოვიდეს. ზოგიერთთან შენ კლიკ, ასე ვთქვათ, ძალიან ადვილად ხდება და შენ დღემდე ინარჩუნებ ურთიერთობას. ზოგიერთთან არის უფრო იმ გამოცდილებას, რომ ყველაფერი არ არის მოპირკეთებული ვარდებით, ხო? ანუ შენ თვითონ დაფიქრდე, როგორ შეგიძლია მიუდგე ადამიანს. ანუ მე შევძლებ ჩემ თავში ნახო ის ძალა, რომ ავდგე, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ ამას და მოვიდე და ჩდე თქვენ ადგილას და ვნახო ის ცხრიანი, მაშინ კონფლიქტის არიდების საშუალება გაქვს, გაიგო ის ადამიანი რას ხედავს თავისი გადმოსახედიდან. მაგრამ მაშინაც ასე ფიქრობდი, აი, რამდენი წლის იყო? რა თქმა უნდა, არა. საელჩოში როცა დავიწყე მუშაობა, ვიყავი 23 წლის. ხო, 23 წლის რო ხარ, ცოტა ახალგაზრდა. რამდენიმე წლის განმავლობაში საელჩოში ალბათ ყველაზე ახალგაზრდა მე ვიყავ. როგორც ჩვენ ყველამ ვიცით, ნებისმიერ სამსახურში ეს არ ხდება. ეს მოდის ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროსთან და გამოცდილებასთან, ხო, როგორც ამბობენ. თუმცა თუ შენ ყავს სწორი მენტორი, გინდაც ოჯახში, გინდაც წიგნის სახით, გინდაც თანამშრომლის სახით, შენ უფრო ადვილად შეგიძლია გადალახო ეს სირთულეები. აჰა. და შენი მენტორი ქართველი იყო თუ ამერიკელი? ჩანს რომ ჩემი მენტორი სხვათა შორის იყო ქართველი, ასევე ოჯახში ძალიან დიდი მხარდამჭერა მქონდა, როგორც ეხლა, მაშინ კიდევ უფრო თაობა, რომელიც შენზე რამდენიმე წლით უფრო ხნიერი არის, ცდილობს რომ პერსპექტივა დაგანახოს და გითხრას რომ სამყარო არის შავი და თეთრი. იქ არის ბევრი ნაირსახეობი ფერების და თუ შენ დაიწყებ ამ ნახევარ ფერების განსხვავება, შენი ცხოვრება გაცეpt უფრო ადვილი ხდება, იმიტომ რომ შენ კრიტიკულად აღარ იღებ იმ ადამიანის გამონათქვამს, იმიტომ ცდილობ რომ გაიგო რამ გამოიწვია ეს. შეიძლება შენს მიმართ არ იყო ეს აგრესია მიმართული. 9 წლიანი მუშაობის შემდგომ საელჩოში პირდაპირ ამერიკაში გადმოხვედი თუ ეს პროცესი როგორ? დაახლოებით 120. Cheers მოდი ბოდიში. Cheers. ამ 9 წლის განმავლობაში მე ვაბარებდი green card-ზე, რასაც ეძახიან. ყოველ წელს მიზა მიმართულად, იქნება გამომდინარე, რომ საელჩოში საქართველოში არის სტანდარტი 15 წელი როცა მუშაობ, შეიძლება შეიტანო, ისე diversity visa-ზე და შეიძლება დაგემტკიცონ, შეიძლება არა. green card-ი გაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო გააფართო შენი შანსები. 2008 წელი იყო გადამწყვეტი ჩემთვის, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მოგეხსენებათ საქართველოს შემოვიდა რუსული ჯარი, ჩვენ დავკარგეთ ახალ გორი, რომელიც ეკუთვნოდა ჩვენ ოჯახს 150 წლის განმავლობაში უნდა მეტი და ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი
მომენტია. ნაბიჯი მე ვეღარ შევეგო ისედაც მინდოდა წასვლა ამ ასპექტებმა კიდევ უფრო გააძლიერა ის ჩემი ტოლვა რომ აქ წამოსულიყავი და მოხდა ისე რომ მე ვიყავი აქ ტრენინგზე დავბრუნდი თბილისში და ის იყო მაისის პირველი რიცხვი, როდესაც პირველი ტური პასუხები ცხადდება diversity visa-ს, ან green card-ის. ჩემი აპლიკაცია და განათა რომ თქვენ არჩეული. ეს რომელ წელს? ეს იყო 2014 წელს. ვაუ. კი, რიგის ნომერი იყო საკმაოდ პატარა, იმიტომ რომ კონგრესი ამას განსაზღვრავს, დაახლოებით 84,000 აპლიკაცია წლიურად შედის, ეს არის კანონი ამ green card-ის მიხედვით და დაახლოებით 10,000 ადგილი ყოველთვიურად კონგრესი ამტკიცებს, რომ კიდევ 1,000 დავამატოთ, სანამ ავლენ წლის განმავლობაში 84-ზე. როგორ ხდება ეს პროცესი? ანუ შენ თუ მოიგე green card-ის აპლიკაციის შეტანის უფლება, ის იმას ანიშნავს, რომ შენ მოგიწევს აუცილებლად მოგიწევს შესვლა და რა თქმა უნდა, თუ არ ნიშნავს იმას, რომ დაგიმტკიცებენ. ანუ ჩვენ მქონდა ძალიან დაბალი ნომერი, 10,000-მდეც არ იყო, ანუ პირველივე ნაკადში მოხვდით. რა თქმა უნდა, უპრობლემოდ, ასე ვთქვათ, მოხდა ჩვენი აქ გადმოსვლა. დავას ზუსტად თან მეუღლესთან ერთად? მეუღლესთან ერთად და პატარასთან ერთად. დაბრუნებისას, რა თქმა უნდა, უკვე როდესაც მე მქონდა საბუთები, მე აქტიურად დავიწყე აპლიკაციების შეტანა ნებისმიერ სამსახურში. გიორგი, და აი რა საიძე შექონდა ეს აპლიკაციები? ნებისმიერზე, ანუ ეს იყო ნებისმიერ კომპანიის, რომელიც მე ვიცოდი. შესაბამისად ჩემი აქ ჩამოსვლა იყო განპირობებული იმით, რომ მე დავიწყე ფინანსური პოზიციების ზემნა. ეს იყო ნებისმიერი პოზიცია, მე არ მქონდა ამბიცია იმისა, რომ აქ ჩამოხვიდო და დირექტორის პოზიციაზე დაგსვა, მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ მაღალი პოზიცია უკვე მქონდა საელჩოში. ამასაც დაუბრუნდები შემდგომ. მე ჩავაბარე, ესე იგი, ასოცი აპლიკაცია, ამ ასოცი აპლიკაციიდან ეს იყო LinkedIn-ით, ეს იყო კომპანიის, მაშინ არ იყო COVID-ი, არავინ არ იცოდა როგორი იყო remote სამსახური და ასე შემდეგ, გამოდიოდა პასუხი უა. რაც შეეხება პირველ სამსახურს, მე ასე ვთქვათ, აქ უკვე წამოსულმა მეგობარმა, რომელიც ამ კომპანიაში მუშაობდა, თქვა რომ ჩვენ გვაქვს პოზიცია, არის საკმაოდ დაბალი, არის კლერკის პოზიცია ფინანსებში, მაგრამ თუ გინდა მე ვთვლი, რომ თქვენ გაქვთ დიდი პოტენციალი. მოხდა ისე, რომ მე სამსახურიდან, ანუ USA-დან საელჩოდან წამოვედი პარასკევს და სამსახური აქ ამერიკაში დავიწყე ორშაბათს. ეს დაუჯერებელია მართლა რასაც ამბობ. კი, დავტოვე მეუღლე, დავტოვე შვილი და როგორც ვახსენე, ჩამოფრინდი აქ დალასის აეროპორტში, სამი ჩემოდნით და ძალიან დიდი ამბიციით. ეს მეგობარი რო დავაზუსტო, ქართველი იყო თუ ამერიკელი? ეს მეგობარი იყო ქართველი, რომელიც ჩემთან ერთად საელჩოში მუშაობდა. ზოგადად ცხოვრებაში მე მიმაჩნია, რომ შენ გზაზე გხვდება ისეთი ადამიანი სწორ დროს, როდესაც შენ ნამდვილად საჭიროებ დახმარებას. ეხლა დამეჟრიალა, იმიტომ რომ კი, გეთხოვდი. ზოგიერთ ადამიანთან შენ შეიძლება შეინარჩუნო ურთიერთობა, ზოგი მეგობართან შეიძლება არ შეინარჩუნო. ამ ადამიანთან ისე ძალიან კარგად ვართ და გვიხარი, იმიტომ რომ შენ უნდა გახსოვდეს ის სიკეთე, რომელიც მან გაგიწია. ეს ცოტა სხვა თემაა და ამ თემასაც შეგვიძლია დაუბრუნდეთ. კი, თუ შეიძლება. მაგრამ კი, ეს იყო დახმარების გაწეული ხელი, მაგრამ ისევ გავიმეორებ. ეს ადამიანი, რომელმაც რეკომენდაცია გაგიწია, იცოდა ჩემი სამსახური როგორი იყო. ანუ რა პროდუქტს ვაწარმოებდი. მე რა ხელმძღვანელობა შენს პიროვნებას, როგორი სახელი გაქვს, შენი რეპუტაცია. ამიტომ მე დავბრუნდები ისევ იმ ასპექტს, თამთა, როდესაც შენ გაქვს შესაძლებლობა რომ ნახო 6 და 9, თან გაიყვანო შენი აზრი, სწორი რა თქმა უნდა და თან ეს აზრი მიიყიდო, აჩვენო, გაძევ საშუალებას ლავირება მოახდინო და ადაპტაცია განიცადო როგორც შენში, ასევე იმ გარემოებებში, რომელშიც მოყვები. სტრუქტურაში მომუშავე ამერიკელის სტილი ცოტა განსხვავდება კორპორატიულ სტილზე. ამას მე დაუბრუნდებ და ვიტყვი, რომ ეს არის როგორც ცადა დედამიწა, განსხვავდება, ამაში იმედი არ შემეკამათება. მე კორპორატიულს წარმოვადგენ და გეთანხმები. და ის არის სულ სხვანაირი მიდგომა. ხშირ შემთხვევაში ქართველებს
არ წარმოუდგენიათ კორპორატიულ ამერიკაში მუშაობა რას ნიშნავს. კი ბატონო, რომ დავუბრუნდეთ შენს დღევანდელ პოზიციას უდიდეს კომპანიაში თავდაცვის, მაინტერესებს ქართული გამოცდილება, ქართული, ასე ვთქვათ, განათლება ასევე, პლუს რამდენად გამოგადგა ეს ერთი ამერიკაში. შენ ახსენე, რომ ისე ვერ დაიწყებ და ვერ ჩამოხვალ აქ თან პარასკევიდან ორშაბათამდე, ხო, თუ არ გაქვს გამოცდილება და ცოდნა, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ხო, და ასეთ სერიოზულ კომპანიაში როცა მუშაობ, თუ ვინმეს ახლა გაუჩნდება სურვილი, რომ აი მეც მინდა, ხო, რატომაც არა სურვილი მაქვს, გამოცდილება, განათლება მაქვს, რამდენად გამომადგება აი საქართველოდან. რისი გაკეთება მომიწევს მაგალითად გამოცდების ჩაბარება, ხო, ლიცენზიის, ასე შემდეგ. ეს თუ შეგიძლია რომ გაუზიარო ჩვენს მსმენელს. ეხლა ოდნავ იცვლება სიტუაცია საქართველოში, მაგრამ მე ვიტყვი ჩემ კონკრეტულ მაგალითზე. საქართველოს აქ მოწერილი ხელი ბოლონიის კონვენციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ETC კრედიტები ზუსტად ისევე ერთ-ერთში გადმოდის ნებისმიერ ევროპულ ან ამერიკულ სივრცეში. ამერიკაში. რაც შეეხება სხვა გამოცდილებას, იქიდან გამომდინარე, რომ მე ვიცოდი, რომ ჩემი გრძელვადიანი პროექტი იყო ამერიკაში ჩამოსვლა, მე დავიწყე ჩემი research-ის ჩატარება. სად შემიძლია მე გარდა იმისა, რომ დავაგროვო ეს კრედიტები ჩემ უნივერსიტეტში, რა შემიძლია კიდევ გავაკეთო. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ PMP სერტიფიკატი არის საერთაშორისო სერტიფიცირების სქემა. მენეჯმენტის, ხო, ეს თან რო გამომარტოთ, ვინც არის ის. PMP არის project management-ის სერტიფიცირება, სტანდარტი, მსოფლიოში მიღებული, გამოიყენო შენ ყოველდღიურ მუშაობაში, როდესაც შეუძლიათ საქართველოში ონლაინ გააკეთონ ამის კურსები? ონლაინ კურსები არსებობს, საქართველოში რამოდენიმე წლის წინ PMP ოფიციალურად ჩავიდა და უკვე რამოდენიმე აკადემიაც არის, რომელიც აკრედიტებული არის და მსგავს კურსებს ატარებს. ეხლა ისევ რომ დავუბრუნდეთ, მაინც მინდა კითხო, იმიტომ რომ აი ჩემი სფერო იურისპრუდენცია განსხვავებულია. შენ რადგან ხარ ფინანსისტი და ჩვენ ვახსენეთ საუბარში და გავუზიაროთ ჩვენს მსმენელსაც მათემატიკა 2+2 ყველგან 4-ია, ესე მითხარი და უფრო რომ უთხრა მიმართო შენს ასე ვთქვათ, ან სტუდენტებს, ან დაინტერესებულ პირებს, რომ თუ გაქვთ ცოდნა ამერიკაში ასე ვთქვათ არ შეეშინდეთ, ხო? შეეძლებათ ამის გამოყენება, თუ ენის ბარიერი არ არის, რა თქმა უნდა, მეტნაკლებად და თავიანთი თავის გაყიდვა შეუძლია. მაგრამ ფინანსები არის უნივერსალური ენა, კრედიტი, დებიტი ნებისმიერ ქვეყანაში ერთ და იგივეს ნიშნავს. შეიძლება ოდნავ განსხვავდება ჩვენი მიდგომა აქ ამერიკაში თუ რა ითვლება სტანდარტად და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სფერო, როგორც ესეთი, არის უნივერსალური, გლობალური. როდესაც უკვე მუშაობ დიდ კომპანიაში ამერიკაში, აი ფინანსების მიმართულებით, გჭირდება თუ არა აუცილებელი რაიმე ლიცენზია, ან მაგალითად ყოველ 5 წელში, ყოველ 10 წელში რაღაც სერტიფიკატების აღება იმისთვის, რომ შეესაბამებოდე ამ სტანდარტებს. დავაკონკრეტებ იმას, რომ ფინანსური სფერო არის მრავალ სახიანი. თქვენ შეგიძლიათ აიღოთ გარკვეული სერტიფიკატები, თუ თქვენ ეს გჭირდებათ სამსახურისთვის. მაგალითს მოგიყვანთ. სერტიფიცირების ბორდი CPA, რომელსაც ხშირად იყენებენ ამერიკაში, იმისათვის, რომ სწორად განლაგონ თავის ფინანსები, ჭირდება სერტიფიცირება. 50 შტატი არსებობს ამერიკაში, ყველა 50 შტატს აქვს თავისი მიდგომა CPA-ს. მეორე ასპექტი ისაა, რომ ფინანსური მოდელების დაპროექტება, რაზეც მე ვმუშაობ, არის უნივერსალური მიდგომა. თქვენ ამისთვის გჭირდებათ ისეთი ასპექტები, როგორც არის Power BI, Power Query, სახელმწიფო დეპარტამენტში, როდესაც მუშაობ, იქ ბუღალტერია, ასე ვთქვათ, არის ცალმხრივი. თქვენ გაქვთ რას გულისხმობთ ცალმხრივი? ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ კონგრესიდან კრედიტის ხაზი გახსნილი appropriation-ის სახით, რომელიც ყოველ წელს მტკიცდება და გეუბნებიან, რომ კონგრესი გაძლევთ N რაოდენობის თანხას იმისათვის, რომ გარკვეულმა მისიამ შეასრულოს თავისი გეგმა. რას ნიშნავს ეს? რა თქმა უნდა, საელჩოს შიგნით არსებობს ბალანსი, რომელიც მუშავდება, იქ არის ისევ კრედიტი, დებიტი, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, არის რაღაც გადასახადები, არის რაღაცა ვალდებულებები, მაგრამ პრინციპი კორპორატიული სფეროდან საკმაოდ შორს არის. იქ ჩვენ არ ვსაუბრობთ მოგებაზე,
იმიტომ რომ მუშაობა ასპექტი მისის საუჩეს მოგებაზე არ მიზანმიმართული ჩვენ არ საუბრობთ გრძელვადიან გეგმაზე როგორ მოვიზიდოთ თანხები ვინაიდან რადგანაც ეს თქვენი მისი არ არის ამაზე ზრუნავს ამერიკის კონგრესი რომ მისი არსებობს და არა როდესაც ჩვენ გადმოდივართ კორპორატიულ ამერიკაზე იქ არის საკმაოდ დიდი ფართო სპექტრი თუ როგორ მოქმედებს პოლიტიკური სივრცე, როგორ მოქმედებს ეკონომიკური განვითარება ამა თუ იმ ქვეყნის მილიონებთან და მილიარდებთან გიწევს შეხება ამ დიდ კომპანიებში და ეს უფრო რთულია თუ ადამიანებთან გამკლავება და ურთიერთობა, ასე ვთქვათ. მე ვთვლი რომ ადამიანების ასპექტი ყოველთვის რჩება კითხვის ნიშნის ქვეშ, რატომ ვიტყვი, იმიტომ რომ მილიონი თუ მილიარდი იქ უკვე ისევ ციფრებთან დადის ყველაფერი იქ ზედმეტი რამდენიმე ნოლი არის თუ არა ხუმრობით რა თქმა უნდა მაგრამ ადამიანთან ურთიერთობა არის ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტი მე მინდა გიორგი შენ გვესაუბრო მნიშვნელობაზე სწორ ადგილას სწორ დროს რა ხელმისაწვდომობა აქვს ამას რა უნდა გააკეთო მანამდე ცხოვრებაში ხო რომ აღმოჩნდე იმ სწორ ადგილას ან სწორ ადამიანებთან შე როგორ ფიქრობ რა არის ამ დროს გადამწყვეტი ანუ აი რასაც ვეძახით ჩვენ იღბალს ხო რა გიქმნის ამ იღბალს ცხოვრებაში რომ იქ აღმოჩნდე სადაც გინდა იმიტომ რომ ვფიქრობ ეს ძალიან საინტერესოა იმ ადამიანებისთვის ვინც ოცნებობს უფრო დიდად ვიდრე იმ დროს ხედავს რომ ეს შესაძლებელია ხვდები ხო ისე თქვა მინდა ზოგჯერ ადამიანებს ვეუბნებით რომ აი ვარდისფერი სათვალით უყურებ შენ ახლა შენს მომავალს და ანუ არ გამოვა ეს აი რა არის მათ გადამწყვეტი და ასევე კავშირების მნიშვნელობაზე ურთიერთობების მნიშვნელობაზე ამერიკული გამოცდილებიდან გამომდინარე და შედარება რო გავაკეთოთ საქართველოში რა ხდება ამ ხრივ მე ვიტყვი რომ ისა დავბრუნდები იმ თემას რითაც დავიწყეთ ჩვენ საუბარი შენ უნდა გქონდეს რაღაც დიდი საკმაოდ დიდი იდეა და შეიძლება ვიღაცას გაიცინოს თქვა როგორ შემიძლია ეს წარმოვიდგინო მაგრამ აი რა უნდა იყოს მაინც ვიზუალიზაცია ქმნის ენერგიის ნაკადს მე ძალიან ხმად მწამს მაგის დადებითი ენერგიის საინტერესო არის თუ აქვს საქმიანი ურთიერთობა რა თქმა უნდა რეიტონს ევროპის ქვეყნებთან ჩვენ გვაინტერესებს განსაკუთრებით საქართველოსთან და პერსპექტივაში ხომ არ განიხილება ან რას ურჩევდი საქართველოს ამ ხრივ ვისთან შეიძლება დაიჭიროს კავშირი რომელ ქვეყნებთან ევროპის რომ შემდგომ ჩვენც მოხვდეთ ამ ალიანსში ასე ვთქვათ და ვისარგებლოთ იმ ბენეფიტებით რაც ამერიკულ კომპანიასთან ურთიერთობა შეიძლება მოყვეთ. საქართველოს აქვს უნიკალური განლაგება. აქვს ცდომა შავ ზღვასთან, აქვს ცდომა კავკასიის რეგიონთან, რუსეთი და ასე შემდეგ ძალიან პოლიტიკურად რომ არ ჟღერდეს, ყველაზე დიდი ქართული ასე ვთქვათ დადებითი მხარე საქართველოსი არის მისი გეოლოკაცია. და სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ ხდება სრულიად პოტენციალის გამოყენება. პოტენციალი გვაქვს რომ აი თავდაცვის რაიმე ასე ვთქვათ შევთავაზოთ ჰაბი რაიმე სახის დავაინტერესოთ ამერიკული თავდაცვის კომპანია. შენ ხედავ ამას პერსპექტივაში, რა შეიძლება გაკეთდეს? კავკასია. საქართველოს ქონდა და ალბათ კიდევ აქვს შანსი 2-3 წელი მოყოლებული და მანამდეც რა არის ის ერთი რჩევა, რასაც მისცემდი იმ ახალგაზრდებს, ვისაც უნდათ რომ აი შენაირად წარმატებულები იყვნენ ამერიკაში, გამოცდილება მიიღონ, ისწავლონ აი პრაქტიკულ მივცეთ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ენობრივი ბარიერი. ენობრივი ბარიერი ხსნის იმ დაძაბულობას, იმ გაურკვევლობას, რომელიც შეიძლება შეგაფერხოს ნებისმიერ ინტერვიუს, მსვლელობის დროს, ნებისმიერ სამსახურის შესრულების დროს და ასე რომ ენა ნომერი პირველი ასპექტი არის. მეორე არის გათვითცნიერება კულტურული სივრცის, რომელშიც შენ მოდიხარ. შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება, სად მოდიხარ და შესაბამისად ისწავლო ის
სივრცე რომელშიც ჩამოდიხარ. შეისწავლო, ხო, წინასწარ გააკეთოთ კვლევა, ასე ვთქვათ. რითი არსებობს ეს რეგიონი. ძირითადი ასპექტი ამერიკაში არის ის, რომ თქვენ მუშაობთ იმისათვის, რომ შექმნათ თქვენი მომავალი და თქვენი მომავალი არის დამოკიდებული თქვენ დამოკიდებულებაზე, თუ როგორ მუშაობთ, თუ როგორ სწავლობთ, თუ როგორ ახერხებთ იმ საფეხურების დასახვას და შემდგომ ამ საფეხურებზე ასვლას ამერიკაში. საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი შანსები ჩემი გადმოსახედიდან, რომ თუ პოლიტიკური სტაბილურობა დამყარდება კავკასიის რეგიონში, რაც მე არ ვარ პოლიტიკოსი, შემსამებელად სპეკულაციას ვერ მოვახდენ, საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს, რომ განვითარდეს ეს მისი ასპექტი. რამდენად განვითარდება, ძნელია ამ ეტაპზე საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, რომ აი ეს რომ არ იყოს ეს დაძაბულობა, ასე ვთქვათ, ხო, და წარმოვიდგინოთ იდეალური მდგომარეობა, სასათბურე პირობები ამ სიტუაციისთვის. აი მაგალითად წინა შეხვედრაც ვქონდა, ინტერვიუ ვქონდა, ხო, თბილავი ამშენის ერთ-ერთ სპეციალისტთან და ჩვენთან არის ხო, დავუშვათ ყავს ძალიან კარგი სპეციალისტები, ვისაც შეუძლიათ იმუშაონ მსგავს პროექტებზე. კიდევ ერთხელ ვთქვი, შეიძლება იყოს ეს ქარხნის აშენება იქნება თუ აი აუთსორსინგის რაიმეს მათი ექსპერტიზის გამოყენება, ხო? აი მე ხლა არ ვარ ამ დარგში და სპეციალისტი, მაგრამ ალბათ არის შესაძლებელი ჩვენი ტვინების გამოყენება, ხო, საქართველოში რაც არის გამოცდილების, როგორმე რომ თავკავშირდება ყველაფერი ისევ და ისევ მიდის იქამდე პოლიტიკურ სტაბილურობამდე. არც ერთი ამერიკული კომპანია და ასევე ევროპული არ დააბანებს თავის კაპიტალს, ინვესტირებას არ მოახდენს არასტაბილურ პოლიტიკურად არასტაბილურ ქვეყანაში. სამწუხაროდ ამ ეტაპზე საქართველოს იმყოფება იქ, სადაც იმყოფება. იმედი მაქვს, რომ ეს გამოსწორდება და რაღაც სტაბილურობისკენ წავა, მაგრამ ეს ყველაფერი რისკებთან დაკავშირებული, როდესაც ჩვენ უყურებთ დიდი კორპორაციის გადმოსახედიდან, საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ როდესაც ჩვენ ვაკვირდებით რისკებს, იქ უკვე სხვა ასპექტი პრევალირებს და შესაბამისად რისკი გაცილებით უფრო დიდი არის, ვიდრე პოტენციალური მოგება. გასაგებია. მიმედოვნებ, რომ ერთ დღეს შეგვეძლება სხვა სიტუაციაში შევხვდეთ და უკვე ვისაუბროთ საქართველოს და რეითონის ასე ვთქვათ ურთიერთობაზე. ახლა მაინტერესებს რა არის შენი ერთი რჩევა იმ ადამიანებისთვის, ვინც ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ჩვენი საუბარი, მე სიამოვნებით გავაგზელებდი ამას საათებით, შეიძლება შემდეგ დაგვრჩიდეს კიდევ 1-2 ინტერვიუს ჩაწერა, იმდენად საინტერესოა და ბევრი ინფორმაცია შეგიძლია მიაწოდო ჩვენს მაყურებელს. რა არის ის ერთი რჩევა, რასაც მისცემდი იმ ახალგაზრდებს, ვისაც უნდათ რომ აი შენაირად წარმატებულები იყვნენ ამერიკაში, გამოცდილება მიიღონ, ისწავლონ, აი პრაქტიკულ რჩევებს, აი მოკლეთვის, რომ მიაღწიონ თავის გეგმებს და იყვნენ წარმატებულები ამერიკაში. საით აიღონ გეზი, აი მაგალითად ისწავლონ ინგლისური კარგად, აი მსგავსი რაღაც პრაქტიკული რჩევები რომ მივცეთ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ენობრივი ბარიერი. ენობრივი ბარიერი ხსნის იმ დაძაბულობას, იმ გაურკვევლობას, რომელიც შენ შეგიძლია რომელმაც შეიძლება შეგაფერხოს ნებისმიერ ინტერვიუს, მსვლელობის დროს, ნებისმიერ სამსახურის შესრულების დროს და ასე რომ ენა ნომერი პირველი ასპექტი არის. მეორე არის გათვითცნიერება, კულტურული სივრცის, რომელშიც შენ მოდიხარ. არ შეგიძლია შენ იყო წარმატებული მხოლოდ გადმოსახედიდან თუ რა იყოს სწორი ან არასწორი საქართველოში. როდესაც შენ ჩამოდიხარ, ჩვენ 50 შტატი გვაქვს, სხვადასხვა შტატებს სხვადასხვა მიდგომა აქვთ და სხვადასხვა ახსნა იმისა თუ რა არის სწორი ან არასწორი ამა თუ იმ შტატში, არ ჩავხმარდებით ახლა ამ ასპექტზე.
შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება სად მოდიხარ და შესაბამისად ისწავლო ის სივრცე რომელშიც ჩამოდიხარ. შეისწავლო, ანუ ხო წინასწარ გაიგო კვლევა ასე ვთქვათ. რითი არსებობს ეს რეგიონი. გაარკვიო თუ სამსახურს ეძებ რა სფეროები არის განვითარებული. გაარკვიო სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ისეთი არის რომ მე მიმაჩნია რომ უმაღლესი განათლება იმ თვალსაზრისით როგორც მე და შენ ვიცით შეიძლება 10 წელიწადში კი არა და არ იარსებებს. იქიდან გამომდინარე რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დღესდღეობით უკვე შეადგენოს ქურიკულუმი ყოველდღიურად განახლებადი და თუ ჩვენ საუბრობთ IT სფეროზე ეს სივრცე რომელიც იცვლება არა დღეების მიხედვით, არამედ საათების მიხედვით და შენ თუ გინდა იყო აქტუალური, შენ ყოველ დღე უნდა მეცადინეო და ყოველ დღე უნდა ცდილობდე რომ გაიგო რა ხდება. ეს არის ერთ-ერთი სივრცე, რომელშიც შენ თუ IT-ში გინდა რომ მოხვაწეობდე, ალბათ უნდა გაითვალისწინო შენი განვითარება ყოველდღიური, ყოველსაათობრივი იქნება. ეს იქნება რჩევა. კიდე რჩევა ძალიან მნიშვნელოვანი აქ არის ის ამას გავიმეორებ, არავის არ უნდა ეწყინოს, საქართველოს ჩვენი მიდგომა სამსახურის მიმართ ყველასი არა, მაგრამ არის ისეთ რომ მე შეიძლება ცოტა მოგვიანებით მოვიდე, შეიძლება რაღაცა მაქსიმალურად არ ვეცად რომ გავაკეთო მთელი ძალისხმევით, ვეცადო რომ ცოტა ადრე წავიდე სამსახურიდან და ასე შემდეგ. აქ ეს არ მუშაობს. არის რა თქმა უნდა, ყველა რობოტი არ არის რა თქმა უნდა სივრცე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ოდნავ relaxed იყოთ, ასე ვთქვათ, მოდუნდეთ, მაგრამ ძირითადი ასპექტი ამერიკაში არის ის, რომ თქვენ მუშაობთ იმისათვის, რომ შექმნათ თქვენი მომავალი და თქვენი მომავალი არის დამოკიდებული თქვენ დამოკიდებულებაზე, თუ როგორ მუშაობთ, თუ როგორ სწავლობთ, თუ როგორ ახერხებთ იმ საფეხურების დასახვას და შემდგომ ამ საფეხურებზე ასვლას ამერიკაში. აქ არავინ მეგობარიც, დედა, ძმა და არ ყავთ. თქვენ ხართ მარტო თქვენ თავზე მიბმული იმის გაკეთება, რაც თქვენ გინდა სამოვალოდ, არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე დამოკიდებული. რა მომწონს აქ ამერიკელებში ქართველებთან მიმართებაში და რა არ მომწონს. პირველი რაც მომწონს ის რომ თავდაპირველად ბავშვს ასწავლიან დამოკიდებულებას. აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენთან საქართველოში ეს ასპექტი მიაჩნიათ კატასტროფად. არ განსჯი არავის, ეს ჩვენი კულტურული და ისტორიული ესე მოყვება ჩვენ. აქ ცოტა სხვა რეალობასთან გვაქვს ჩვენ ურთიერთობა. იმ პატარა ბავშვებს ასწავლიან მანერებს. იმ პატარა ბავშვებს ასწავლიან თუ რას ნიშნავს ფულის გამომუშავება ჩვენთვის საქართველოში წარმოუდგენელია თუ სკოლის ასაკის ბავშვი მუშაობს სადღაც. აქ ეს აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკა არის. არავინ არ განკითხავს არც მშობელს და არც ბავშვს, თუნდაც მაკდონალდში რომ მუშაობდეს, თუნდაც გაზეთებს რო არიგებდეს, ეს არის აბსოლუტურად მიღებული საკითხი. და პირიქით encouragement-ს უკეთებს აქ ნებისმიერი შობელი ნორმალური რა თქმა უნდა რომ ამ ბავშვმა იცოდეს შრომის ფასი. აბსოლუტურად. გეთახმები. მადლობა დიდი ამ ძალიან საინტერესო ინტერვიუსთვის, პასუხებისთვის, რჩევებისთვის, რაც გაგვიზიარე და იმედია კიდევ გიხილავთ ამ სივრცეში. მადლობა დიდი. დათმობილი დროისთვის, ენერგიისთვის და ასეთი არაჩვეულებრივი ინტერვიუს ჩაწერისთვის.